როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან იმ პრეცედენტებს და იმ ფაქტებს, რომლებიც წარმოადგინა გიორგი გახარიას პარტიამ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და ამ ფაქტებზე დაკვირვების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ გადაწყვიტა, რომ მედიასთან უნდა ეპასუხა კითხვებისთვის და პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, რომელიც მას დაუსვეს, ეხებოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრების მიერ სოციალურ ქსელებში და საჯარო სივრცეებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმ პრეცედენტებზე, როგორ მოხდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვადასხვა პარლამენტებში იმ დეპუტატების, რომლებმაც იძალადეს საკუთარ ოპონენტებზე, თუმცა ქართულმა ოცნებამ დღეს როგორც ჩანს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთგვარად იუმორისტულად შეეხედა ამ ყველაფრისთვის და ასე ესაუბრონ საზოგადოებას, თითქოს პარლამენტში დიდი არაფერი მომხდარა, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და ამ ყველაფერზე დღეს ქართულ ოცნებას მხოლოდ და მხოლოდ და ირაკლი კირცხალიას ეცინება. კირცხალიამ დაუწუნა მოხმობილი არგუმენტები, ფაქტები და პრეცედენტები გიორგი გახარიას პარტიას და განსაკუთრებით გამოყო სენეგალის პარლამენტში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ორსულ ქალზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და მან თქვა, რომ გიგა ფარულავამ ორსულობის ცნობა წარმოადგინოს და ამის შემდეგ ის თავად უხელმძღვანელებს და იქნება შუამავალი, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება. სწორედ ეს იყო ერთადერთი პასუხი, რომელიც 10 დღიანი მიმდინარეობის საკითხის განხილვის შემდეგ ქართულ ოცნებას აღმოაჩნდა. ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და მე თვითონ ვიქნები პირობას ვაძლევ მე თვითონ ვიშვალდრობლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ აღიზრას და ამ თემასთან დაკავშირებით აღიზრას რაიმე საქმე. თუ ის წარმოადგენს ორსულობის ცნობას, ბატონი ფარულავა. ხლა რაც შეეხება აი ამ ჟივილ-ხივილს და ამ თემის აწევას ერთგვარი, რაც ერთი ყველაფერი იქნეს აბსოლუტურად, აგიტო ვამბობ, რომ რეალურად შემთხვევით არიან პარლამენტში მოხვედრილი ზუსტად ის ჯგუფი, რომელიც მოხდა, ასე ვთქვათ, ის დივიზია, ის ნარჩენი დივიზია, რეალურად ერთი ტრიბუნასთან არ უტირიათ დანარჩენი ყველაფერი გააკეთა. ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა სწორი თქვენი ქმედებები, როცა იჩხუბეთ, იქ დაარტყით ადამიანებს, თუ უკეთესი იქნებოდა, რომ განმოხტვაში მიიღოთ მონაწილეობა? კიდევ ერთხელ დეტალებს შესვლას აღარ ვაყირებ, იმ დღესვე რამდენიმე წუთში მე მომიწია ტრიბუნასთან დადგომა და ჩვენ საზოგადოებას უთხარი ის, რასაც თვლიდი, რომ სათქმელი იყო, ამის იქით ნამდვილად აღარ ვაყირებ ამ თემის დეტალებში გასვლას, რაც შეეხება ჩემ მოქმედებას და ჩემს ქმედებას, მე მგონი ძალიან ბევრი კამერა იღებდა და პირველი მნიშვნელოვანი წუთები ძალიან გთხოვთ, თუ ძალიან გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაშიფროთ, სად ვარ, რას ვამბობ, ვის და როგორ საუბრობ. რის შეფუთვასაც ახლა ქართული ოცნება იუმორით ცდილობს სინამდვილეში გიორგი გახარიას პარტიის თქმით არის დიდი დანაშაული და სწორედ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვინაიდან გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტში მომხდარი ფაქტი იყო დიდი დანაშაული, რომელიც წინასწარ დაიგეგმა, რომელსაც მყავდა ორგანიზატორები, რომელსაც ყავდა შემსრულებლები და ამ საკითხს აქვს ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადა და ადრე თუ გვიან აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობა დადგება. არასერიოზულობაც აღარ ქვია, და ბავშვურობაც აღარ ქვია. ეს არის როგორ გითხრათ, აი სრულად უპასუხისმგებლო რაღაც აგდებული ცინიზმი და უნიჭო რაღაცა ხუმრობით საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სამართლიან მოწყობას, მიუთითებს და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში საერთოდ კანონი არ კანონობს და კანონზე გაცილებით მაღლა დგას თურმე ვინ არის მდინარაძის მეგობარი და ეხლა თურმე გაირკვა, რომ აი კირცხალიაც მზად არის თვითონ უშუალომდგომლოს პროკურატურას და ანუ ესე იგი კირცხალია და მდინარაძე უფრო მაღლა დგანან კანონზე, ეს რეალობად არის დღევანდელი საქართველო აი მოცნების აი ამ ადამიანების პირობებში. ეს იყო პირდაპირ ორგანიზებული ძალადობრივი აქტი, საჯარო ძალადობრივი აქტი. და როდესაც ვლაპარაკობთ პრეცედენტებზე, რა თქმა უნდა ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი პრეცედენტი, ხო? უკვე 4 ქვეყანაა თუ არ ვცდები, სადაც ზუსტად დაახლოებით იგივე დანაშაულის გამო მოხდა პარლამენტის წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც ჩანს, ქართული ოცნება არ აპირებს, რომ დაიწყოს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს. ლიდერები ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება, რომ გამოძიება დაიწყოს, არადა გიორგი გახარიას პარტიას უკვე 10 დღეზე მეტია, რაც მიმართული აქვს პროკურატურისთვის და პროკურატურა პარლამენტში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე გამოძიებას არ იწყებს, დუმს და მის ნაცვლად ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი საუბრობს.